და გადავაკეთეთ. მოვიცანით რომ შონზოსია კარგი, შეიტანებენ რესტორანში და მენიუში. რესტორანში შემოტანილი აქვს ისედაც. ახი როგორი რაღაცა მოვიდა? საცდუნებელი. აპეტაიზერი. დავლიოთ რა იმ სირცხვილია? დავლიოთ რა იმ სირცხვილია. ხომზე ლექსებიც ვიცი სხვათა შორის. შენ არ სულ ხო? არა. მეც არ დავლიო მაშინ. კიდევ კარგი არ დავლიო. მეგრელი არ ხარ ის მითხარი ვარ? მეგრელი არ ხარ? ეს მე რო არ გიტყა ისედაც არ იცი? ჩრჩილი ვარ ჯერ. ჩრჩილი ხარ. და კურტკას ხარ. კარადაში ხარ გამოდებული. რა ცხოველებს აჭამს მეგობრებო და მე აკლემი მიყვარსო იძახეს. თუ მონანიების ის იყო ეს. ვინ თქვა მიყვარსო აკლემი? შოზო ისეთი სხვა გაგების კაცია. ასე უჩვეულოდ იწყება შიდა სამზარეულოს მორიგი ეპიზოდი. ივანე ჯავახიშვილის 53 ნომერში მიმყოფები, სადაც სულ ახლახანს გაიხსნა ბარ რესტორანი მორდუ. სიტყვა მეგრულია. შესაბამისად, სტუმრები შევარჩიე ისეთი, რომლებიც მეგრულ ენაში გაწაფულნი არიან და ამიხსნიან, ან თქვენც აგიხსნიან, თქვენც თუ არ იცით, რას ნიშნავს სიტყვა მორდუ. სტუმრებს რაც შეეხება, რომლებიც აქ მეგრულ კერძებს გასინჯავენ, ღამის სარდაფის ბიჭები არიან. ეხლა გავესაუბრები რესტორან მორდუს შეფ მზარეულს, თქვენს გაგაცნობთ, შევთანხმდებით რა კერძები გავუკეთოთ და ერთი სიურპრიზი მაქვს ასევე. პირველად მინდა ვცადო და როგორი იქნება, მერე თქვენი კომენტარებიც მაინტერესებს. თქვენც არ გაგაგებინებთ, მე და შეფი გოჩა, რა კერძებს გავაკეთებთ. ანუ სამ კერძს უეჭველი, მაგრამ მე რომელს გავაკეთებ და შეფი რომელს გააკეთებს, არც თქვენ არ გეცოდინებათ და თქვენთვისაც სიურპრიზი იქნება. მერე კომენტარებში ამიხსენით, მოგეწონათ თუ არა ესეთი ვერსია შიდა სამზარეულოსი. ეხლა სანამ შეფს გავესაუბრები, დაგათვალიერებინებთ რესტორანს. შეპირებისამებრ გავესაუბროთ აქაურობის შეფზარეულს ბატონ გოჩას. მოგესალმებით ბატონ გოჩა. მოგესალმებით. კეთილი იყო ჩემი ფეხი აქ. ძალიან დიდი კეთილი მადლობა. სურველი სტუმარი და კმაყოფილი სტუმარი არ მოგიშალოს. გაიხარეთ. მე რომ მიყვარან ისეთი ადამიანები. ყავთ დღეს სტუმრად ღამის სარდაფის ბიჭები და ორივე არიან სამეგრელოს შვილები. მეგრულ სამზარეულოს ახლა ვინ შეაფასებს ყველაზე სწორად თუ არა ისევ ამ კუთხის შვილი და ამიტომ მოდი გავაკვირვოთ ჩვენი გემოებით. კი ბატონო. რა კერძებზე გავიწიოთ? სამი კერძი რა დავახვედროთ სტუმრებს? მეგრული ხაჭაპური, ნიგზიანი ხარჩო ღომით, მესამედ სოსტრი. მომეწონა სამივე კერძი სიმართლე რომ გითხრათ. მოდი ახლა ესეთ რაღაცას გავაკეთებ მე. არც მაყურებელს არ ვუთხრათ წინასწარ ვინ რა კერძს გავაკეთებ. ხო? კი ბატონო. ნუ წეს და რარიტეტს დავიცავთ, ორ კერძს გააკეთებ შეფი, ერთს მე, მაგრამ თქვენ არ გეცოდინებათ. გადაცემის ბოლომდე სიურპრიზი. იქნება სიურპრიზი მორდუსგან და საბრძოლო შემოსილობაში ვარ, შევალ სამზარეულოში და გავახარეთ ჩვენს მოსულს. დიდი სიამოვნებით. დიდი სიამოვნებით. ავიძარით სამზარეულოს. თქვენ შემდეგ ლაშა. არა პრობლემა. ყველგანა პატარა სამეგრელო ყველგანა. ხო ვითომ თბილისია? მართლა თბილისია, მაგრამ სამეგრელო მაინც. მოდევნა უნდა, თორე იყო ყველგან. ისე სახელი კი აქვს ნამდვილად მეგრული. მეგრულ აფხაზური, მორდუ. რას ნიშნავს? ჩემი მორდუ აფხაზეთში იზრდებოდა თარბებთან. ეს ლექსი ასეთი. მორდუ არის ძიძიშვილობა. მასწავლე მე კიდით მიყვარს მობზანდით ბატონო ბაშა. დღეს თქვენ შემდეგ. არ შეწუხდე კაცო, მე გამოგიწევს კამს. მე გავიწევ ჩემით. დაველოდოთ ახლა. მოგვიტანებენ. რას? კერძებს. კერძი კაია. მოგვიტანენ კერძებს, დავაგემოვნებთ, ავირჩევთ, რომელია კარგი. და გადავაკეთეთ. მოვიცანით რომ შონზოსია კარგი, შეიტანებენ რესტორანში და მენიუში. რესტორანში შემოტანილი აქვს ისედაც. ხო მენიუსაც შემოიტანებია და ყველაფერი კარგად იქნება მე. პროგრესის ვარიანტი. პროგრესის ვარიანტი. არა პრობლემა. ჩვენს დანაყრებული. ასე ნერვიულობა. ოპა. მადლობა. მადლობა. ახი როგორი რაღაცა მოვიდა? საცდუნებელი. აპეტაიზერი. აპეტაიზერი. მიხედოთ მე მგონი თუ რა ვქნათ? დავლიოთ რა იმ სირცხვილია? დავლიოთ რა სიცვილია. ზედმეტი ხوار მომივიდა. მადლობა.
არა, ზედმეტი არასოდესაც. არასოდეს არის ზედმეტი. შემიძლია უფრო ჩქარასნა. ნამდვილი, მეგრული, ოპა. მოგზანდა. მისი ხომი მოვიდა. აი, ასეთი ხომი მიყვარს მე. გარეგნული მახასიათებლები იდეალური აქვს. ასეთი როგორ? კბრივი. ხომი ხო საერთოდ ხელით იჭმება. ხომზე ლექსებიც ვიცი სხვათა შორის. მოღებია. უხერხული. რატო უხერხო? ხომთან? ხომთან უხერხულია, ხო. რა ლექსიიცი ამისთან? მაგარი ლექსები ვიცი. როგორ ყავ? და ასეთი შვენიერი ბუხარი არის. მოგესალმებით. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენ რესტორანში. მე ვარ გოჩა მზარეული. ჩვენ გვაქვს დღეს მეგრული ხომი, ოსტრი, მეგრული ხარჩო და რა თქმა უნდა ხაჭაპური. გემრიელად მივიცით. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. შევუდგეთ ახლა ლაშა. დაყრილია ყველაფერი. ჩამოსხმულია. გისმენ აბა როგორც უფროსი კაცი ერთი. ეს არის ნამდვილი აპეტაიზერი, ეს აპეტაიზერი, აქ არის აპეტაიზერი. შანსს გაუმარჯოს ჩვენს მასპინძელს აკაურობაში. გაუმარჯოს. შენ არ სულ ხო? არა. მე არ დავლიო მაშინ. არა პრობლემა. დაგავსინჯოთ ეხა პირველი. კიდევ კარგი არ დავლი. ხომია გასასინჯი სანამ გაგვიცივდება. ხომი უნდა გასინჯო ხარჩოსთან ერთად ძმა. ჯერ მარტო ხომს სინჯავ, რატომ? მარტო ხომი მაინტერესებს, გავიგო როგორია. ხარჩოსთან ერთად ყველაფერი მაგარია. ხო. მარტო ხომს რას გაიგე? დაუდე ხარჩოს ქვა, ქვა? გვერდით. სხვათა შორის ჩინეთში მოიგონეს ახლა ასეთი კერძები. ქვა არის. მე? თლიანი კერძი. რას ქვია? სუნელი აქვს რაღაცა უნდა წუწნო. მოგლა. ასეთი რაღაცა. შეიძლება სპეციფიკური ქვა? სპეციფიური ქვა, ხო? საფირონია. საფირონია. აბა? მეგრულია, კი? მე მიყვარს საერთოდ მეორე დღის ხარჯო. თუ იცი რატო? იმიტომ რომ ხორცი იშლება. რას ქვია იშლება? მოხარშე პირველ დღესაც კარგად დაიშლება პირველ დღესაც. აი გემრიელია. ბოდიში ახლა ცოტა უხერხულად ვარ. რა? უნდა ვილაპარაკო მგონია და ვჭამ. ძალიან კარგია, აბა ნახოთ ყველია მოვაძროთ როგორ ჩაიხარშა. როგორი ცხელი იყო ღომი. თავიდან ახლაც ცხელია შიგნით. მე არ მეყვარს დანით ყველას გაჭრა. მე ისე უფრო მიყვარს ყველი რომ ხომის ქვევიდანაა ამოდებული. სიურპრიზად რო აღმოაჩენ. რატო? ეგრევე გებჟალია საკეთებ რა, შიგნით. გებჟალია ხო იცი რა არის? როგორ არა? არის შენ რა არის გებჟალია. შენ იცი ხინკალი და ასეთები რა. მეგრელი არ ხარ ის მითხარი ვარ? მეგრელი არ ხარ? ეს მე რო არ გიტყა ისე და ზარიძი? დიანეთიდან ვარ მე. ხალხმა არ გაიგო თავარია. კარგია უბრალოდ, აი ამოჭრიან ამას. კარგია უბრალოდ ბევრი ნიგოზი აქვს. არ უნდა კონდეს? კი, უნდა კონდეს. მეორე ხო არ დავლიოთ. გაგეხსნა? ამასობაში. არა, პრობლემა. ერთი დაგილებია, მეორე ზას დაგილებ. რას დამილევ? დაგეწევი მაშინ. აპეტაიზერი ამან კი არ გამიხსნა, ხომმა გამიხსნა მე. ხომია ჩვენი აპეტაიზერი და იმედო. ჩვენს მასპინძლებს გაუმარჯოს. გაუმარჯოს. ბატონი შანზოს თამადობით რა თქმა უნდა. არ გააჩერო. კაია? კაი იქნება, არაყია. თუ იცი არაყს აქვია მეგრულად. რა? დარანა. დარანაო? ხო. ხო იცი რომ მომენტ. ღვინოს? შენ და ლეო ცეცხლი და დარანა. ესე იგი რაო, ცეცხლი და ლეო და მე დარანა შეასყიდა და კიდე. პეტკდიო რა ერთი სიტყვით. ჩემთვის არ უთქავს არასდროს ეს არავის. ცოლი არ ყავს გაჭერდი მოიცადე სადღაც. მე აგერ ყოველ დღე მასე ვარ. მოგა მოესწრებ იმას კიდე არ ეჭგარო ჯერ ხომს მიხედე. ხომი არ გაგიცივდე. პატარა ვარ ჯერ. პატარა ხარ ჯერ ხო? ჩვილი ვარ. ჩვილი ხარ ჯერ. თლა ჩვილი ხარ. ჩრჩილი ვარ ჯერ. ჩრჩილი ხარ. და კურტკას ხრავ. კარადაში ხარ გამოდებული. და რა არის ისეთ მაგინულა თქვი? რა დღეს ხომს რო ვჭარ რაღაცა ვერ ვზნობ თავს. ტონუსი. ტყავის კურტკის მე დუბლიონკის მე ხომს ხრავ. ისე შენაც კურტკა გაქვს ნახრავია. ხარჯო კარგია. თან შევაფასოთ, თორემ დამავიწყდება მე რა ვჭამი. გემოები. თავიდან შეჭამე მე რა პრობლემა. ქულა დაუწეროთ ამ ხომს. ხომი საერთოდ ყურები უნდა. შეუფასებელია ხომ? მე ხელით დავიწყე ჭამა იმიტომ რომ ხელით უნდა გასინჯო, ხელით უნდა იჭმეოდეს რა. შემოს ბაბუაჩემი და ბაბუაჩემზე მაგარი ხომის ჭამელი მე არ მინდა. სოფლიოში. რამდენი წელია რაც მასობს ზის და ჭამდა.
კი ზოგჯერ მუშაობდა ეს. არა, პრობლემა. სანამ შეეძლო, მე მაგრამ გარდაცვლილი მყავს ბაბუა, იმიტომ ჭამ ჩანგლით. ხო. აი არ მოვიწყინოთ ამ ამბავზე და მოვიწინოთ. ერთი კიდე მოგისმენა ის გაუმარჯოს. ყველა ჭამასმის მოყვარულ ხალხს გაუმარჯოს. გურმანს. გურმანს. გაუმარჯოს გურმანებს. გაუმარჯოს გურმანებს და უბრალოდ ვინც არის ეს გურმანებს გაუმარჯოს. ჭამასმის. მურმანებს გაუმარჯოს. ყრუებს არა. მურმან ყრუებს. არა, პრობლემა. გაუმარჯოს. მიგია. რატომღაც ახლა გადაცემის ფორმატს რომ მიუბრუნდეთ ჩვენ. ოჰო. გაგახსენდა რომ ფიქრობ რომ ვიზუალზე ეს არის შონზოს გაკეთებული. ეს? ოსტარი. ერთი პროვოკაციული კითხვა მქონდა, მაგრამ მიხდებოდა მასონზე და ამიტომ გავატარე. მინდოდა რატო შეკითხვა. ისე აქვს ხახვის სერვირება? შენდაჭერი მეთქი მინდოდა კითხვა და მე თუ მეტყო და კიო, ესე იგი ეს მისი გაკეთებული იყო, მაგრამ გასინჯე ოსტრიო. ერთი ოსტრი. ოსტრი საერთოდ ნიშნავს მწარეს, მე არ მიყვარს ოსტრის რო ამბობენ. ოსტრი ხომ მწარეს ნიშნავს. იმ გაგებით რასაც საჭმელს ეძახიან. ცხარეს. აბა რა აქვს ნამდვილი სახელი? არ ვიცი, ჩაშუშული ალბათ. არა, ოსტრია. მე ერთხელ ჭამე აკლემის ეს არ არის. აკლემის ოსტრი ჭამე ხო, ვიცი, არაბეთში. არა, რა ცხოველებს არ ჭამს მეგობრებო და მე აკლემი მიყვარსო იძახეს. თუ მონანიების ის იყო ეს. ვინ თქვა მიყვარსო აკლემი? შენ. მე რაც მიყვარს იმას არ ვჭამ. ხაჭაპურს შონზო არ გააკეთებდა. აქედან მე ვამბობ. რატო ვითო? იმიტომ რომ არ ამგონია ახლა შონზო ხაჭაპურს კერძად თვლიდეს. შონზო ისეთი სხვა გაგების კაცია. წვეთ დამესვარა? წერი არა, ასე ხ. აბა რატო დამესვა რაღაცის წვეთი? იმა გარე. შენ დალიეს? დალია. ახლა არ წამაჩხუპო აქ. სტუმრად ვართ და. არ დამემართოს იმასავით, რა ქვია, იმას კირილე მიმინოშვილები. ჩოხა გაალამბიენ უკვე. თმები ცოტა კიდე რომ გაგცვიდეო, შენ უნდა დაგემართოს ასთმა. ასე ხალისობს მეგობრებო, ჩემ წარუმატებლობაზე და ჩემ ესაა ნამდვილი მეგობრებო. ესაა ნამდვილი მეგობრებო. რომ დავეცე ხელს კი არ გამომიწოდებს, სიცოცხლე დამაყრეს. ხომი და ოსტრი. გონი ოსტრია შონზოს გაკეთებული. არა? რატო? მე რომ შემოვედი კარში, იქ დავიწყე რაღაცების დაკვირვება. მე რას დააკვირდი? ხაჭაპური არ მიჭამე. ხარჯოა. შონზოს გაკეთებული ჩემი აზრით. ხაჭაპურზე თქვი, კარგია. ხო, მოკლედ ხარჯოა ჩემი აზრით შონზოს გაკეთებული. ხარჯოს 10-იანს უწევს. ოსტრს არ უწერ 10-იანს, იმიტომ რომ ეთყობა ხარჯო ჭამე პირველი ალბათ არა, მეც ხარჯო უფრო მომეწონა ვიდრე ოსტრი. უფრო მემწარა თან. ოსტრიც კაი იყო, მაგრამ ხო, ოსტრი. მეგობრებო, ჩვენ მეგრელები მწარეს ვეძახით ცხარეს. როცა ვამბობთ მწარე, გულისხმობთ რომ ცხარე. და როცა ამბობ ცხარე, ცხარე, ესე იგი თქვენ გესაუბრებით. ასეა ეს. ასე ეს. ყველაფერი დავაგემოვნე, ჩვენიერია, ყველაფერი კაია, მაგრამ შედეგებს უნდა გვაგებინოს. რომელია შონზოს გაკეთებული? ძირფას სტუმრებს მივესალმები. სალამი. აბა, გიმუშავიათ რა გით. ვიმუშავეთ. ოჩა. და იმედია არ გავფლანგეთ დრო. გულშემატკივარი ვარ, თავიდანვე უნდა დავაფიქსირო თქვენი არხის. ძალიან მალე ვერცხლის ღილაკი ისურვებია თქვენთვის. პირველი აღიარება YouTube-ისგან, ეც მაგისკენ მივდივარ სავალ გზაზე. წარმატებები. ეკალბარდრილი ბრილიანტის ღილაკამდე ავსულიყავით. ბრილიანტის არსებობს ხო? მილიონ? ეს არ ბრილიანტი ოქრო არ არის? მილიონ გამომწერს. ოქრო არის? ოქროც არის. მილიონზე და ბრილიანტი არის, მე მგონი რაღაც კიდე. მილიარდზე. მილიარდია. ჩინელის მეტი არავის არავის რო არ აქვს ისეთი ღილაკი მოგსვლოდეს. საზიაროდაც. საჩვენოდ გამოეკონებინა. Customize ღილაკი მოხსოვს. როგორ რეიტინგს გავუკეთებდით ამ სამ ეგრული სამზარეულოს მშვენებას? 10-იანით დავიწყებ ხარჯოსი. აჰა, პირველ ადგილზე ხარჯო ყავს. 10-იანია. რა თქმა უნდა, ღომთან კომბინაცია. ხო, კი, რა თქმა უნდა, კი. მე როგორც ვიცი, ხომი და ხარჯო ერთად ითვლება. სამეგრელოში ღომი და ხარჯო არის. მარტო ხარჯო არის. ჩემი საყვარელი კერძია ღომი და ხარჯო და ჩაკაპული. ასევე. კარგად, ემთხვევა ჩვენი გემოვნება. ხაჭაპურზე ცოტა მარელი დამაგდა. 8 იყოს. ოსტრი გავიდა მესამე ეს ადგილზე. გავიდა მესამეზე. ესე იგი შეფასება ხო? ყველაზე მეტად მეც მომეწონა ხომი და ხარჯო. ხომი და ხარჯოს მართლა დაუწერ 10-იანს, კაი 10-იანს. იგენაც გაიხარე. 5-ში როა ისეთ კაი 10-იანს. კაი 10-იანს დაუწერდი. პიზათიანი. შემდეგ ყველაზე მეტად მომეწონა ოსტრი, იმიტომ რომ
ხორცი მომეწონა, კარგად იყო რა. მე რომ მიყვარს ისეთ იმაზე იყო რა, არც ბევრი ღეჭვა უნდა და არც ნაკლები ღეჭვა უნდა და რამდენიც შენ გაგიხარდება, იმდეს აღეჭავდა უკვე კარგია. და ბოლო ადგილზე გავიდა და ბოლო ადგილზე ხო, ხაჭაპურს გავიყვანთ. ვიღვაწე, ვიშრომე შებთან ერთად, მართლა მადლობას მოუხდი აქედან შებ გოჩას. ერთ-ერთი კერძი გავაკეთე ამ სამზარეულოში. შიდა სამზარეულოს ეგიდით. აბა, დაფიქრდით და რომელი კერძი იქნება ჩემი გაკეთებული აბსოლუტურად. ჩემი აზრით ხარჩო. შენ როგორ ვფიქრობ? თითქოს ეხა მეც ხარჩოს ფიქრობდი, მაგრამ რაღაცა დავფიქრდი და ოსტრისკენ გადავიხარე თითქოს, რომ ოსტრი ხო არაა თქო. არა, რატო არ ვიცი, მაგრამ უფრო ოსტრი მგონია ეხა რა. მე თავიდან ფიქრობდი ის. რომ არ დაგიმალა. ორი გადავცვალეთ. აზრი გაიყო. ხო. შესაბამისად, შანსი რომ შენ თუ გადმომიბირებ მე ხარჩოზე რაღაც ისეთ არგუმენტს მეტყვი, მეც შენ და ცოტა მაკლია. აქ ხო ის არ არის, რომ გინდა თუ არა ჩემი გაკეთებული კერძი აქ რესტორნის მენიუში იყოს. ალალი ემოციები და ალალი ის მინდა რა შეფასება. შესაბამისად, აზრი რახან გაიყო, ჩემი აქ მომზადებული კერძი მენიუში ვერ მოხდება, ძალაუნებურად ვერ მოხდება, იმიტომ რომ ორივეს აზრი უნდა დამთხოვოდა. ეს მე გეტყვით რა დამიფიქრო ეს. არა. ისეთი არგუმენტი წარმოუდგინო ამას. იყოს დაფიქსირებულია. დაფიქსირებულია. იყოს. ერთ-ერთმა თქვენთაგანმა გულზე ხელს დავიდე და ვიტყვი, რომ ალალად გამოიცნო ჩემი გაკეთებული კერძი და ეს გახლავთ მისი უდიდებულესობა. შენ ვარ მოგწონს რუსულს გავსო სახელი ოსტრი. თავიდან გამომიცნია, კიდე კაი შეცვალე. დეტალმა გადამძლია იქ. რა არის ახლა ჩემი ინტერპრეტაცია? შეფმა თავისი რეცეპტი რო წარმოვიდგინა, თავში წარმოვიდგინე, რომ 4-ვე რეცეპტორი ხოლმე მონაწილეობდეს გემო ბოლომდე შეიგრძნო. ცოტა დააკლებოა სიმჟავე, იმიტომ რომ პომიდორი არ არის ცოცხალი და კონსერვირებულს უშვებიან შაქარსაც და უკვე დაბალანსებულია, ხან უნდა სიმჟავეზე რუსული სიტყვით ვიხმარო ატვი ჩაი რაღაცა უნდა იყოს. ამიტომ აი ამ შეფის რეცეპტში ჩემი ინტერპრეტაციით ჩავამატე ჩახეხილი კიტრი, მჟავე კიტრი, რომელმაც წესით მიცა მეტი სიმჟავე და დააბალანსა და 4-ვე გემო დააჯინა. სიცხარე საკმაოდ გემრიელად უქენი, მაგრამ ეხა მეგრელ ხალხს რანაირად მოუფხიბლავდი ჩემი ოსტრის სიცხარით, მაგრამ სხვა დროს გავითვალისწინებ, უფრო მეც უზამო. სიცხარე ხარჩოს მერე დამაკვდა, თორე შეიძლება ისე პირველი ის რო გამესინჯა, შეიძლება კარგი სიცხარე, ხო. ჩვენ გენაცვალეთ. ჩემო დიდ მადლობას გიხდით ჩემს მადლობა თქვენ. გადაცემაში ვიზიტისთვის. მე პირდაპირ გადავალ მიმართვით მაყურებელთან, იმიტომ რომ თქვენც იგივე სუფრის წევრები ბრძანდებით, როგორც ჩვენ ახლა აქ სამნივს ხედავთ. გამოიწერეთ აუცილებლად ბიჭების არხი, შეგვისრულეთ ჩვენი ასე ვთქვათ, ოცნება. დაგვეხმარეთ ამ ოცნების ახდენაში და მიუყვებით ეს ნელ-ნელა ვერცხლის ღილაკი, ოქროს ღილაკი, ბრილიანტის ღილაკი. მარსიდან ჩამოტანილი ილონ მასკი რომ მარსიდან ქვას ჩამოიტანს. იმ ქვის ღილაკი და იმ ქვის ღილაკი მერე მზის ენერგიის ღილაკი და მიუყვებით ეს. ისი ამოვნეთ გემრიელად მიირთვით, მე მაყურებელს ვეშტობი იქვე, სადღაც ბიჭების არხია, იმ პლატფორმაზე YouTube-ს გულისხმობ. ჩემ არხსაც ადულად იპოვით, ჩვენს არხი ქვია და თუ ყველაფერი დეტალურად დაწვრილებით გაინტერესებთ, აქ ვიდეოს აღწერილობაში ქვევით, ჩამოწიკწიკებული გვექნება ბიჭების არხით, ჩემი არხით, ამ რესტორნის ყველანაირი მონაცემები შევხვალთ, დააფიქსირებთ, გახდით აქაურობის სტუმარი. მადლობა კიდევ ერთხელ. პირიქით მადლობა ძალიან შეხვედრამდე. არ გიშვებთ აქედან არც მე და არც აქაურობის მასპინძლები კუჭცარიელს და შესაბამისად არ გიშვებთ ხელცარიელსაც გასაჩუქრებთ და დანარჩენი სხვა კვებითი ობიექტების გასაგონად ვამბობ ავიტაცოთ ორდუს ტრადიცია ავიტაცოთ და დავასაჩუქროთ ხოლმე სტუმრები ვინც მოდიან ეს არის ნამიკა, ესეთი გამომართვი, ესეთი კომპანია, რომელიც ამზადებს აი ესეთ ლამაზ ნივთებს, ეს გახლავთ. საშამპურე კედელზე დასაკიდი, აი ესეთი. სუვენირი სუვენირია. ლამაზი შამპურებია. ესეც დანიშნულების ამებრ გამოგეყენებინოთ და კარგი მწვადები წამოგეცვათ და ეს სახში როგორც აქსესუარი კედელზე ჩამოსაკიდი. დაგენანება მწვადის შეწვა, ისეთი კაი შამპურები. ესეც საქართველოს დროშა აქეთაც ესეთი ვერსია და აქეთაც ესეთი ვერსია. რაც თავარია
ჩვენი ჩვენი შემადგენლობაში. ჩვენი მოსაფერებელი მხარე ერთი და მეორე მხარეც ორივე ადგილზეა. უღრმესი მადლობა. კარგი მწვადი შეგეწვათ, ზედ რა თქმა უნდა ესეთი გემრიელი კერძები როგორც აქ იყო მორდუში მიგეყოლებინოთ და კარგი სტუმარი არ მოგშოლეთ და კეთილი სტუმარი არ მოგიშალოთ. გაიხარეთ, მადლობა თქვენ. ვისაც გაინტერესებთ კომპანია ნამიკის შესახებ, ის ყველა დანარჩენი ინფორმაცია რაც გითხარით, იმასთან ერთად ნამიკას კოორდინატებიც ყველაფერი ინფორმაცია იქნება. ისე მომეწონა ეს უეჭველი დავარეიდებ და გადავათვალიერებ ყველაფერს. ვიდეოს აღწერილობაში იქნება და თუ მოგეწონათ, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ამ კარგ კომპანიას და შეიძინოთ, ანუ გამოსაყენებელი ნივთი რა. შამპური, საჭირო. მადლობა მორდუს, მადლობა მადლობა შანზელს და მადლობა თქვენ. შეხვედრამდე, ეხლა მართლა გეშვიდობებით. ახლა მართლა. კარგად.